გუშინ საღამოს ალექსანდრემ დამირეკა მალე ხვალ ძალიან კარგი ამინდი არის იმერეთშიო და მეც მალე დღეს დილით გამოვიქეცი. უბრალოდ ამაში რა თქმა უნდა არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ თავარი მარცვალი არის ის, რომ მე იმერეთში ვიყავი, ჩემ სოფელ დიმში და ბარემ მეც აქ ჩამომიყვანა. ბარემ აქეთ ჩამოვიდა და გადავიღოთ, იმიტომ რომ კარგი ამინდი და მე სულ წვიმებია მთელი კვირის მანძილზე. მოკლედ რისით ჩვენება გვინდა დღეს. განსაკუთრებით ეს გადაცემა მოეწონებათ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს ისტორია. დღეს ჩვენ ვივლით ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი და ლეგენდარული მეფის ფარნავაზის ნაკვალევს. ასე დავარქვით გადაცემას. და სწორედ ამიტომ დღეს ვიწყებთ გადაცემას ამ საოცარი ციხეს სიმაგრით და სად ვართ? სადვართ და შორაპანში. და დაარსა ფარნავაზმა ორი ციხე ლიხს აქეთ, ამ შემთხვევაში იმის იქით, ეს არის შორაპანი. ანუ სალაპანისი და დიმნა. დიმი ეს მე ვარ დიმელი. ხო, სიამაყით ჯერ სოფელს ვაჩვენებ. მაგრამ რისი თქმა გვინდა კიდევ ერთხელ, სანამ დეტალურად გაჩვენებთ ამ ადგილს, არის ის, რომ ეს ციხე ყველა მიცის, მე დარწმუნებული ვარ, ქართველთა 99%-მა იცის, რადგან გამოუვლია გზაზე არის ცენტრალური გზასთან, აი აქედანაც შეიძლება ჩანდეს. რკინიგზასთან ახლოს მაგრამ ძალიან ცოტა თუა ნამყოფი და გარდა ამისა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი თუ ყველაზე დაუფასებელი არა ციხე საქართველოში რადგან 2300-2400 წლის ხომ არის მინიმუმ და არის შემორჩენილი რამოდენიმეჯერ აღდგენილი ძალიან მაგარი ანტიკური და შუა საუკუნეების კვალია და არავინ ან ძალიან ცოტა ადამიანი დადის და თან არის უკაცრავად რომ გაწყვეტინებ თან არის შოროპნის განვითარების გეგმა უკვე 10 წელია თურმე და იმედია რომ საბოლოოდ მიეხედება აქაურობას და მართლა ისე გაკეთდება როგორც საჭიროა. ციხეს სიმაგრის ფართობი აღემატება 6000 კვადრატულ მეტრს და აქ ეგრევე შესამჩნევი არის მშენებლობის ორი ფენა. გვიანი ფეოდალური ფენა არის ნაწილი, სადაც ჩვენ ვხედავთ რიყის ქვას, რომელიც არის დამაგრებული კირის დუღაბით და უფრო ძველი, აი ქვემოთ, რასაც ხედავთ ჩემს ქვემოთ, ეს არის უხეშად გათლილი ქვის კვადრები. კვადრების 3-4 რიგის შემდეგ მორიგეობს 5 რიგიანი აგურის წყობა. ასეთი ქვის და აგურის წყობა, სადაც ქვა და აგური ერთმანეთს ანაცვლებს, მიუთითებს იმას, რომ არის მე-6 საუკუნის და უკვე ეკუთვნის ბიზანტიური იმპერიის რომაული არქიტექტურის პერიოდს. ისტორიაში ცნობილია, რომ ააშენა ფარნავაზმა და მიცა დიდი ციხის სახე. ამ დროს არქეოლოგიური გათხრებიდან გამომდინარე, აქ არის ნაპოვი ქვის ნიმუშები, რომელიც ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მე-6 საუკუნეს ეკუთვნის. ფარნავაზამდე სითქმის 2 საუკუნით ადრინდელს. აქ ნახრეტები ეგრეთ წოდებულ ტრედებს ეძახიან მაგას. კირქვა რო არ გამოიყენებოდა უკვე კირის დუღაბი ხმარებაში იმ დროინდელი შენობის ნაწილებია პატარა ციხის. არის კიდევ ასეთი რამ, რომ ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში გადაიწვა აქაურობა და არის დარჩენილი თიხის ნამწვავები. ფარნავაზმა მიცა დიდი სახე, გაადიდა ციხე, გააერთიანა და ამ ციხეს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. საბაჟო ციხეა, რომელიც აკონტროლებს აბრეშუმის გზას ფაზისიდან მტყვრამდე. შორაპნამდე შეიძლება ნაოსნობა, არის ნავსადგური ქვემოთ. შემიძლია მაგის განახოთ გემების შესაყენებელი. ნაპოვია ქვის ღუზაც, რომელიც ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დევს. და აქედან საჭაპანო გზით გადადის მტყვრამდე, დღევანდელ ხაშურამდე და იქედან მიდის ისევ გემებით მტკვრით შუა აზიაში, ჩინეთი, ინდოეთი აკავშირებს ევროპა აზიას. და აი ეს ქვედა ნაწილია ქალაქი, სადაც სახლებია. ის არის ქალაქი, ეს არის ციხე. ციხე ქალაქია ეს.
შორაპანი, თან ანტიკური ციხე-ქალაქი. მიუვალ ადგილზე აშენა ეს სტრაბონი წერს მაგალითად პირველი საუკუნის მოგზაური, რომ ორი მდინარის შესართავთან აღებულია ცისაბო ციტადელზე, ციხე ყოვლად მიუდგომელი არის, სამტერასიანი დაბლა ტერასა, შუა ტერასა და მაღლა ციტადელი. ციტადელზე ზემოთ არის კიდევ იქ დანგრეულია, მაგრამ ჩანს ძალიან ბევრი რამე ქვევრები. იქ არის კიდე საცივეთია, სადაც შეიძლება ხორცს პროდუქტების შენახვა, ეგეთი რამ. ხო, საგუშაგო კოშკი აიაგებ, საგუშაგო ეზოსი, აქ იყო ხის შენობები აი ამ ტერიტორიებზე, როცა ციხე ფუნქციონირებდა და ეგ არის ბიზანტიური კედელი და ნახე როგორი აქ ეს კოლონები რო არის, ნახე? და რამსისქია შეხედეთ. აი მაგალითად რო ესვრიან ქვის კედლის დამანგრეվել ქვის მანქანას და გაანგრევენ იმ თხელ კედელს, ის თხელი კედელი ძალიან სქელია. მაღლა ზევიდან არიან ჩვენი ჯარისკაცები, ქართველები. აქვთ იქ ყველაფერი იარაღი, პლუს ქვები, ცხელი ფისი, ხო გაგიგიათ ესეთ რომ ცხელი ფისი გადმოასხეს ციხიდან. აი ის წვრილი დაინგრევოდა, ეს სქელი კი არ დაინგრევოდა. იქ რო შემოდის წვრილად მტერი, ადვილი მოსაგერიებელია. აი ეს კედელი არის პირველი საუკუნის. ეს ადრე გადახურული დაცული ჰქონდა. მშენებლობა სხვანაირია ხო ხედავ? და მერია იქით ახალი კედელი. უფრო ნატეხი ქვა არის, არ არის. ხო, ხო. ის იქით ფარნაოზმა გაადიდა. ეს აქეთ ჩვენი პატარა იყო. მაგრამ ეს ახლა ისტორიაში რაც მოგიყევი, გადიდება და რაღაცა არ უწერიათ, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ფაქტის სახეზეა. ეს არის წყლის გვირაბი. რა მოგახსენეთ, თავზეა დანგრეული, ღია, დაბლა არის დახურული და ჩადის დაბლა მდინარისპირზე კოშკში. სადაც შეიძლება წყლის აღება და ამოტანა ალყის პერიოდში. ამავე დროს დაწყებული აი ამ გვირაბის მიმდებარე ტერიტორიიდან იქ ხიდის ქვეშ არის ნავსადგური, სადაც შეიძლება გემების დაყენება, იალქნიანი ბრტყელძირიანი გემების, რომელიც ფაზისიდან შემოდიოდა ყვირილა რიონის ხეობით, ეგრეთ წოდებული ფაზისის ხეობით შორაპნამდე. ესა პროექტი გაკეთა შორაპანზე ახალი, ჯერ არ არის განხორციელებული. შოროპანი როგორც ანტიკური ციხე-ქალაქი და შოროპანი როგორც ამიერკავკასიაში პირველი რკინიგზის ცენტრი. პირველი მატარებელი საქართველოში ფოთიდან შემოვიდა შორაპანში. 1870 წელს პირველი მატარებელი შემოვიდა შორაპანში. აქედან მერე გავიდა, ხო, ჭიათურიდან მოქონდათ ურმებით მარგანეცი, ჩამოდიოდა შორაპანში, იტვირთებოდა ვაგონზე, მერე გავიდა ჭიათურის ვიწრო ლიანდაგი, მატარებლით ჩამოდიოდა ვიწრო ლიანდაგით შორაპნამდე მარგანეცი, ესტაკადა იყო, მერე იტვირთებოდა მეორე ფართე ლიანდაგზე, რომელიც ფოთს საკავშირებდა და მერე გაიჭრა თბილისი აქეთ. აქ არის კარიბჭე მოჭრილი, აი კედლები როგორ არის გადაჭრილი. აქ და იქეთ ამ მხარეს, აი მას იქით კედელი აღარ გრძელდება, იმიტომ რომ როდესაც 1870 წელს შემოვიდა შორაპანში პირველი მატარებელი, იმ ტერიტორიას, სადაც სახლებია და ციხეს ერთიანი იყო ეგრე და კარიბჭე ჩადიოდა ეგრე და დაჭირდა მატარებელს გვირაბივით გასვლა და მოგვინგრიეს მაშინ ნიკოლოზმა მეფემ, რუსეთის მეფემ და გაუშვა მატარებელი, დღესაც დარიხინობს. ეგრეა ჩემო ბატონო. შორაპნის ციხის აშენებას ჰქონდა აი ფუნდამენტური მნიშვნელობა მთელი საქართველოს ისტორიაში შემდგომში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ის კეტავდა ორ ხეობას, ეს არის ყვირილას ხეობა და ძირულას ხეობა და ასევე აქვე არის ჩხერიემელას ხეობა, რომელიც აი ფაქტობრივად სამ ხეობას აკონტროლებდა და გზას, რომელიც გადადიოდა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, როგორც სკანდეს მხარეს, ჩრდილოეთის მხარეს, დიმნასაც ხედავდა აქედან და დიმნაზე ცოტა მიგანი ვილაპარაკებთ, რომელიც კეტავდა გზას, რომელიც გადმოდიოდა ოძრახედან. ოძრახი არის სამცხე, ანუ ზეკარის უღელტეხილზე. და ეს ციხე გახდა
შემდგომში ქართული ეთნოგენეზის, ქართველთა ეთნოგენეზის ერთ-ერთი მთავარი ფორპოსტი, რადგან სწორედ ქართული ენის ძირითადი გავრცელება დასავლეთში სწორედ ხდება აი ამ მიმართულებიდან და კიდევ ერთი რაც უნდა თქვა და აუცილებელია, ყველას გაგონილი გექნება შორაპნის მაზრა. იყო ესეთი ტერმინი, ანუ მე-19 საუკუნეში ქუთაისის გუბერნია, როდესაც იყო ქუთაისის გუბერნია, როდესაც არსებობდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, შორაპანი იყო ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, შეიძლება ითქვას, ან დაბა, რომელიც და ის იყო ცენტრი. დღეს ესე აღარ არის, გვერდზე არის ქალაქი ზესტაფონი და სწორედ კომუნისტების ბრალია ის, რომ შორაპანმა დაკარგა სრულად ფუნქცია. დაახლოებით 100 წლის წინ ყველაზე განვითარებული ქალაქიდან ის ფაქტურად იქცა დაბად, სასოფლო ტიპის დაბად. მაგრამ მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და ძალიან სამწუხაროა, რომ ქართულთა უმეტესობა ამ ადგილზე არ დადის, რადგან ციხეს აქვს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორია, რაც კი გვაქვს საქართველოში ციხეებს შორის. წამოვედით შორაპნის ციხიდან და მოვედით სოფელ ოფჩაში, სადაც გველოდება რაღაც საოცარი ამბები და უნდა ვუმადლოდეთ ერთ არაჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც დაუკავშირდა ალექსანდრეს და მოუყვა ამ ამბავთან დაკავშირებით. ალეკო ბურჯანაძემ მომწერა რამოდენიმე კვირის წინ, 2 კვირის წინ დაახლოებით. მომწერა, რომ ესეთი რაღაცა გვაქვსო, აი რაღაცა ძველი ქვები, მეგალითები და რაღაცეებია ჩემი ზოშიო და მოკლედ მანახა სურათები და მაშინ მე ავენდეთ და დღეს მოვედით და ხო შევათვალიერეთ სამ გადაღებას დავიწყებდეთ და პულსი მაქვს, რავი, 150 ასული, ისეთი ბედნიერი ვარ და ისეთი გაოგნებული ვარ და აი ამას ცოტა ხანში გაჩვენებთ. აი რაღაცა სასწაულებია, თვითონ ბატონი ალეკო მოგვიყვება ამასთან დაკავშირებით, რა და როგორ მოხდა? ზუსტად არავინ არ იცის, მაგრამ მართლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან უცნაურს და უნიკალურ რაღაცას ვეხებით და ბატონო ალეკოს რანაირად დაიწყო ეგ ამბავი, საიდან შემთხვევით აღმოაჩინეთ თუ როგორ აი რომ მოგვიყვეთ დაახლოებით როგორ იწყება ამ ქვების ისტორია თქვენთვის. ალბათ როგორ ვთქვათ, ბედისწერა ასე ბედისწერა რაღაცა გრძნობით მოვიდა და თუ აქ იყო ადრე ჩემი ძველი სახლი, ხის სახლი. ხო. ეხლა 3 წლის უკან მე თბილისში ცხოვრობ, თბილისში ვშოვობდი ხელოსნად, მე ქუთაისში და ისევ აქ მომიწია გულმა. თუ შემიძლია სახლა იმშენებდა ქუთაისში, თბილისში და არ მინდოდა აქ მოდა. აქ რო ეს მიწა ყავდა გამოვთხარი, ტრაქტორით გამოვთხარი რაღაც აი ესენი გამოჩნდა, ეს მეთქი ეს კირია რაღაც ამას შორის. ხო, ამათ შორის. ხო, და ეს რო გამოჩნდა დუღაბია, ხო? ხო და ეს რო გამოჩნდა და მეთქი უკვე რაღაც არის საქმე თორე. ეს რო იყო, მაგრამ აქ ყველაფერი დამალული იყო, ეკალბარჩი დამალული იყო, ბურდებში არაფერი არ ჩანდა. აქა ჩანდა. ხო, დავდექი მე მივყევი და გავასუფთავე ყველაფერი. აი ეს მხარე რო გავასუფთავე, გამოჩნდა სწორი როგორც ძუას გაავლებს სწორხასი და თარაზოშია გასწორებული ფაქტია. ეს ჩანს და ბავშვობაში რაც მოხს ეს მოყოლებული დაბლა ლუხუტისპირიდან ასე წვერს გორის წვერს უხვევს და გადის კარგა ხელაზე. თან თავზე საბუკია ადევს. საბუკია გადმოცემით ვიცი რომ იყო საყარაულო კოშკი, საიდან ჩანს თელი ქუთაისი, მაგაში გეთახმე საყარაულო კოშკი იყო, იმიტომ რომ შორაპნიდან დივნას ციხემდე ეს უკვე ფარნავაზის დროიდან მოყოლებული იყო ერთმანეთთან კავშირი თავისთავად იქნებოდა და რამოდენიმე კოშკი იყო, მათ შორის ერთ-ერთი მაგაზე ჩემ ფიზიკურ მეგობრების თქვით რომ ეს უფრო უძველესია, წარმოს იქ პერიოდი არის ცოტა. ნახე, აი ესეთი ამ ქვებით, ხო? აქ ახლოში მთაში არის სახელი ქვია შუგუნთაში აკალდამა, ზოგია სხვადასხვა სახეს ეძახს. ეს არის რიყის ქვა, ეს არის მთის ქვა. ხო, ეს ხვა. ამით მახსოვს ბავშვობაში, ნახე, აი ეს ოთახის ხელა, ყელი ამოდიოდა. გვირაბის და გამოცემით რაც ვიცი უფროსებისგან რომ იქ იყო გვირაბი, შედა შუგუნთაში, გადადა გვირაბი. ესე იგი, ქვები არის სიმეტრიულად დალაგებული. რა ვიცი, აი გამოჩნდება კარგად. ჯერთი არ ვიცი თითო შეიძლება 2-3 4 ტონასაც იწონდეს სხვადასხვა სასა და კედელია ჩადის ხეობიდან იწყება და ესეა ზევით და უხვევს გადაყონა გორის წვერს. თან აი სადაც ახლა ირინე დგას ხო აი ხა რო გახედო აი იმდენად სწორია. კი ბატონო, კი. თუ ადგილი არის ლიპი აქვს ძირში. თან მოკლედ ეს არის მართლა ყურადღების მისაქცევი ამბავი.
დარწმუნებით ბევრის თქმა ნამდვილად არ შეგვიძლია ახლა ამ წუთში, იმიტომ რომ პირადად გამოკლეული არ არის, იყო რამოდენიმე მეცნიერი, როგორც ალეკომ გითხრა, რომ ასე ვთქვათ, დახედეს ან დაზვერეს თუ თავისი უნდა გამოიკვლიოთ ხო, ხო, უბრალოდ მოვიდნენ და წავიდნენ. შესაბამისად, გამოსაკვლევია და მე მგონია, რომ როდესაც ვსაუბრობ ჩვენ ძველ, აქ შეიძლება იყოს როგორც მეგალითური, უფრო ძველი, ან შეიძლება შუა საუკუნეების, ადრე შუა საუკუნეების. რაღაცნაირად გული მიგზნობს, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მეგა აღმოჩენა საქართველოში და ეს მხოლოდ ეს კედელი კი არა, ამ კედელს თავისი მთელი რაღაცები უნდა მოყვეს წესით რა. არ ვიცი რა, მე მიმედი მაქვს, რომ ამ ადგილს, თორე ეს არის თქვენი პირადი ადგილი, მაგრამ ამ შემთხვევაში აი წარმოვიდგინე ამ სიგრძეზე გრძელდება, რომ პირველში მიექცეს ყურადღება. მეცნიერად უნდა გამოკლეული იქნას და იმიტომ რომ თუ ეს ის არის რაც მე მგონია და მგონია რომ ეს უკავშირდება იმ ძველ მეგალითურ კულტურას საწყის მაინც იქით ამ მხრიდან რასაც უყურებთ ჩვენ მეორე მხრიდან. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ჩვენ იმას გავყვეთ და დავათვალიეროთ. არ მოკლედ რა ვიცი. საბადო გაქვს. ეს არის უფრო ძველი წყობა. და მართლა საოცარია ადამიანის ხელი როგორ ეტყობა უზარმაზარი ქვები და პატარა ქვებით არის ის სიცარიელეები ამოვსებული. აი რა ნახეთ სადამდე ეს გრძელდება მე გზას. გზა არის და შემდეგ ქვევით ჩადის მდინარემდე. არ ვიცი ეს რაღაცა ძალიან სასწაული და უცნაური ამბავია. აი ახლა დაღმართზე ცოტა უხერხეულ ადგილზე ვარ, მაგრამ თუ ჩანს არ ვიცი აი ზუსტად იდეალური მართკუთხა ქვა. სურო არის შესული ზეთ, ანუ მცენარეები და არ ჩანს და ესეც ნაწილი იყო კედლის და შესაძლოა კარების. ვახ, არ ვიცი, აი სასწრაფოდ ხალხო, აი ვინ სპეციალისტები ხართ ამისი გამოიკვლიეთ ეს ადგილი. ნამდვილად მგონია რომ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც შეიძლება აღმოჩნდეს. აი ეს აი დაფარული აქვს მცენარეებს და თვითონ ალეკოს გაწმინდილი აქვს, აი ეს ამ მხრიდან ნაწილობრივ ეს კიდე რომ გაიწმინდა სრულად გამოჩნდება. და ყველაზე საინტერესო აქ იცით რა არის? აი ახლა რო წავიდნენ ორი ალეკო იქ უკანა მხრიდან რომ ენახათ ეს კედელი. ამ კედელთან მივედი და რას ვხედავ რომ მოლუსკებით და ნიჟარებით არის სავსე. აი დაპრესილი ქვიშა არის მოლუსკებით, იმიტომ რომ აი ხელს როგორც კი კიდები, ეგრევე ქვიშად იქცევა და რჩება მხოლოდ მოლუსკები და ნიჟარები ხელში და ეს ქვები, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ქვები უნდა ყოფილიყო ან ზღვის, ან ოკეანის ფსკერი. და მე ასეთი დიდი კონცენტრაციით გინდ მოლუსკები და გინდ სხვა სახის ნიჟარები მხოლოდ ვაშლოვანში მახსენდება. სხვა აი ასე უცებ ვერ გავიხსენე ვერაფერი, მაგრამ მართლა საოცარი ადგილი არის და მართლა აუცილებლად უნდა მოვიდეს ვინმე და ძირეულად და საფუძვლიანად გამოიკულიონ ეს ადგილი. როგორც ალექსანდრემ აღნიშნა, დღეს დავდივართ ფარნავაზის ნაკვალევზე, ასე ვთქვათ, და არ შეიძლებოდა რომ არ მოვსულიყავით აქ, სოფელ ზედა დიმში, სადაც მდებარეობს აი ასეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფი დიმნას ციხე. საკმაოდ ამაღლებულ და ძალიან რთულად მისადგომ გორაკზე მდებარეობს. ჭირდებათ ცოტა ძლიერი მანქანა აქ ამოსასვლელად 4-4-ზე უმჯობესი არის, იმიტომ რომ არის გზის მონაკვეთი, რომლის ამოვლად შეიძლება გაჭირდეს. ხოლო ამ ადგილს რაც შეეხება, მთლიანად არის შემოსაზღვრული ქვებით და უკავშირდება რასაკვირველია ფარნავაზის სახელს. რაც უშუალოდ სახელის ეტიმოლოგიას შეეხება, აქ არის ორი ვერსია. ერთი არის ხეთური წარმოშობის, ტიმანა, ტიმნა, ტუმნა და ასე შემდეგ და მეორე ვარიანტი არის ლაზური, ჯიმა, ჯიმნა და ამ შემთხვევაში ნა მრავლობიც ნიშნავს. აქედან გამომდინარე ამ ადგილის სახელი შეგვიძლია გავიგოთ როგორც საძმოს საცხოვრებელი ადგილი, იმიტომ რომ ჯიმა ვიცით რომ არის მეგრულად ძმა. დავდივართ, ვათვალიერებთ. იდეაში ეს არის მეტნაკლებად კარგად შემორჩენილი, რაც დაგვრჩა, დანარჩენი არის აი მხოლოდ აი კედლის ძირები და ეტყობა რამოდენიმე ფენა, ასე ვთქვათ, ტერასული ციხეა, ესე კონუსურ მთაზეა აშენებული და ახლა ვხვდები
აი კი ამოსულო რა რამოდენიმეჯერ მე თვითონ ვარ დიმელი და ვამაყობ რომ ჩემ ასე ვთქვათ მიწაზე ვარ ახლა ქვედა დიმში მაქვს მე სახლი ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად ამ ადგილს აი ამოდიხარ თუ არა მაშინვე ხვდები რატომ ამ ადგილზე და არა ნებისმიერ შემაღლებულ ადგილზე რომელიც აქ არის აი არ ვიცი ბევრ ადგილზე ვარ ნამყოფი ბევრი ხედი მინახავს სტრატეგიულიც და ლამაზიც მაგრამ მსგავსი რამ იშვიათია ჩანს მთლიანად მთელი კოლხეთის დაბლობი ლეჩხუმის რაჭა სვანეთის მთები აქეც რაც თავარია ეს აკონტროლებდა გზას რომელიც გადმოდიოდა სამხრეთ საქართველოსდან ანუ ზეკარის უღელტეხილიდან მაშინ იყო ოძრხეს საერისთავო რომელიც ასევე ფარნავაზის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად ფუძნდება სამხრეთ საქართველოში ანუ დღევანდელ სამცხეზე მაქვს ლაპარაკი და აქედან აი აქ გამოდიოდა ის ერთადერთი გზა ანუ წეღანაც ვთქვით რომ სკანდე აი ჩხარიდან საჩხერიდან გადმოსულ გზას აკონტროლებდა შორაპანი ცენტრალურს ანუ ლიხს ანუ რიკოთის გზას რასაც ვეძახით დღეს და დიმნა სამხრეთის მიმართულებით. ოღონდ რაც არის საინტერესო ამბავი თუ შორაპანზე და სკანდეზე და სხვა ციხეებზე გვხვდება ბევრი ინფორმაცია სხვა ისტორიკოსების მიერ ასე ვთქვათ მოძიებული და მოკლეული დიმნაზე ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს ხოლმე ლეონტი მროველის რომ აღაშენა ციხე დიდად კარგი და სტრატეგიულ ადგილზე ფარნავაზმა და იგივეს იმეორებს ვახუშტი ბატონიშვილი. მერე მანამ საერთოდ არავინ არ ახსენებს. შორაპანს თუ ახსენებენ დიდი ომიანობის დროსაც დიმნას უკვე აღარ ახსენებს არც სტრაბონი, არც პროკოფი კესარიელი და არც ირანელები, არც სომხები, არაფერს და არის ესეთი ვარაუდი რამოდენიმე ნიკო ბერძენიშვილმა გამოთქვა რომელსაც აქ პატარა მოკვლევა აქვს ჩატარებული და ასევე რამოდენიმე ისტორიკოსმა რომ შესაძლოა რომ პირველ-მეორე საუკუნეში უკვე დანგრეულია ციხე. აქედან გამომდინარე, რადგან დანგრეულია ის უკვე აღარც მოიხსენიება. არის კიდევ ესეთი ვერსია, რომ დიდი ომიანობის დაწყების დროს, როდესაც ხშირად იყო, როდესაც მტერს რო არ ჩავარდნენ და ციხე თვითონ ანგრევდნენ, შესაძლოა ან ბიზანტიელების, ან ირანელების, ან ლაზების მიერ თვითონ იყო დანგრეული. რაც ხო ეტიმოლოგიაზე ირინემ თქვა ძალიან საინტერესოდ და მაშინ აუცილებლად უნდა ვთქვათ. მაშინ ხდება ლაზების და იბერების ეს შეხება სწორედ აი ამ წერტილებში შორაპანი, სკანდე და დიმნა. ანუ დიმი. და შინ შემთხვევაში მოსახლეობაც რა ქვია, შერეულენოვანი იყო, შეიძლება მაშინ ლაზურენოვანიც უფრო, შემდეგ უკვე ხდება უფრო ქართულენოვანი. ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია, უბრალოდ რო ვიცოდეთ რომ აი ამ წერტილებს ქონდა უდიდესი მნიშვნელობა შემდგომში ისთვის რომ საქართველოს გაერთიანდა და ჩამოყალიბდა და იქცა ერთ ერად. ახლა რაც შეეხება ბოლო ცნობებს რაც ამ ციხეზე გვაქვს კუჩუკაინაკის გზავით ოსმალეთს მიეცა უფლება რომ აქ ჩაიყენებინა ჯარი რუსებთან გააფორმეს ეს ხელშეკრულება და მანამდე ჰქონდათ ასე ვთქვათ მცირე რესტავრაცია რათა გაეკონტროლებინათ მით უმეტეს მათთვის ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული გზა როგორც კი ამ ხელშეკრულების შესახებ გაიგო სოლომონ პირველმა გენიალურმა იმერელმა ქართველმა მეფემ მაშინვე დაანგრიაო და დაწვაო დიმნას ციხეო რათა არ ჩავარდნეოდა სტრატეგიული ადგილი მტერს. შესაძლოა ეს იყო ბოლო წერტილი ამ ციხისთვის და იმის შემდეგ უკვე დარჩა მხოლოდ აი ესე მცენარეებმა მთლიანად გადაფარა ეს ძალიან მაგარი ადგილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორედ ის ადგილი, სადაც იყო დიმნას ციხე. არის სხვადასხვა ვერსია მომისმენია ადგილობრივი ის რომ დიმშიც არის რაღაც ციხე, ნანგრევი კოშკი, ბაღდათის ციხე, მაგრამ არა, მეგობრებო, ნამდვილად დიმნას ციხე თუ არსებობდა სადმე, არსებობდა სწორედ აი ამ ადგილზე, რადგან ადგილი არის სწორედ შესაფერისი. და ახლა წავიდეთ თვითონ ნახოთ სოფელ დიმის სხვა ძალიან გემრიელი და კარგი რაღაცეები. ახლა თქვენი მყოფებით ნინასოულში. ეს არის ჩემი და მამაჩემის მშობლიური სახლი, რომელიც ბაბუაჩემმა ჩამოიტანა სოფელი ხანიდან. ანუ არის ძველი ოდის არქიტექტურა, ეგრეთ წოდებული ულურსმნო ნაგებობა და მე და ჩემდას ბავშვობაშივე წარმოგვედგინა აქაურობა, როგორც აღდგენილი და განახლებული, იმიტომ რომ ყოველთვის ვიცოდით, როგორი დიდებული იყო იმის და მიუხედავად ცოტა შევახული იყო ეს სახლი. იმიტომ რომ გვაქვს სამი ბუხარი ერთი საკვამურით, აი ეს ჩუქურთმები რასაც ხედავთ და კიდევ ძალიან ბევრი რამ, რაც აი მოდების არქიტექტურას იმეორებს და სამწუხაროდ ახლა მსგავსებს
ნაკლებად ვაგებთ. ჩვენ ამ სახლის რესტავრაცია დავიწყეთ 5 წლის წინ, რაც მე და მამა ჩემი დაუბრუნდით სოფელს მისი ჯანმრთელობის გამო და ამ 5 წლის განმავლობაში საკუთარი ხელით და ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანის გვეხმარებოდა, თუმცა როდესაც ოდის რესტავრაციას იწყებთ, ძირითადი სხვა ფიზიკური შრომაც ფლობელზეა, სხვა შემთხვევაში არ გამოვა ისეთი, როგორიც გინდა. და დღეს არ არის დასრულებული, თუმცა დიდი პოპულარობა მოიპოვეთ უკვე, მათ შორის ჯილდოს მემკვიდრეობის დაცვისთვის, ჩვენ დამოულოდნელად და ჩვენ მგონია, რომ ჩვენთვის ვაკეთებთ ამას, თუმცა არ უყურებთ ეგრე, როგორც ჩვენთვის გვინდა, რომ ეს არქიტექტურა შემონახული იყოს, რაც სამწუხაროდ სულ უფრო იშვიათი ხდება იმერეთში და კონკრეტულად ბაღდადში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე მართლა საქვეყნო საქმეს ვაკეთებთ და ესე გადმოგვეცა ეს ჯილდო წინა გაზაფხულზე და ძალიან გვიხარია და თან პასუხისგებლობაც არის ეს აღიარება. ეს სახლი არქიტექტურული მნიშვნელობის გარდა, ასევე ისტორიულ მნიშვნელობასაც ატარებს, მათ შორის ერთ-ერთი შემიძლია გავიხსენო და პირველად თქვენთან ვიტყვი, რომ ამ სახლის ძალიან ხშირი სტუმარი იყო გალაქტიონი, რომელიც იყო ნინას, ვის სახელსაც სახლი ატარებს, ნინა საულის დეიდაშვილის მეუღლე და ხშირად დადიოდა მოკლედ ჩვენთან და ძალიან უყვარდა ჩვენი ციცქა ცოლიკაური. და მე რაღაც პერიოდის მერე უკვე მონათლა მამა ჩემი, იმიტომ რომ ოჯახთან ძალიან ახლოს იყო. ეს სახლი ახლა ჩვენ სოფელში არის თავშეყრის ადგილი, აქ მართავთ კინოთეატრს, სპექტაკლებს, სხვადასხვა მასტერკლასებს, ძირითადად ქალების და ბავშვებისთვის, მაგრამ არც მამაკაცებს უკრძალავთ მოსვლას და უკვე მაისიდან იქნება როგორც სასტუმრო და როგორც სამასპინძლო სივრცე, თუმცა არა მხოლოდ კვების მხრივ, არამედ გვინდა რომ ჩვენ სტუმრებს გავაცნოთ იმერეთის და კონკრეტულად ბაღდათის კულტურა, ტრადიციები, განათლება და ყველაფერი ის, რამაც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა. არაჩვეულებრივი დღე იყო დღეს. ჩემ და სასირცხვილოდ პირველად ვიყავი შორაპნის ციხეზე, ბოდიში ალექსანდრე. არა უშავს მე 3-ჯერ თუ 4-ჯერ ვარ ნამყოფი. უბრალოდ იმდენჯერ ვარ ნამყოფი მართლა იმ გზაზე გავლილი, გამოვლილი და სულ ვხედავდი ხოლმე და სულ ფიქრობდი რომ შევივლი და როგორც ხდება ხოლმე, შემდეგი და როგორც იქნა წლების განმავლობაში დღეს დადგა ის შემდეგი. არც დიმნას ციხეზე არ ვყოფილვარ და მადლობა შენ, რომ დღეს ასეთი საინტერესო ტური გააკეთე, ჩაატარე და ფარნავაზის ნაკვალევს გავუყევით. ხო, ანუ ის უძველესი ფუნდამენტი ერთიანი საქართველოსი იყრება სწორედ აი ამ ციხეების დაარსებით, როდესაც ხდება დასავლური და აღმოსავლური დასავლეთ და აღმოსავლეთ ქართველთა დაახლოება, სწორედ აი აქ გადიოდა ეს ასე ვთქვათ ზღვარი და ეს ზონა, სადაც ხდებოდა დაიწყო აქტიური შეხება დაახლოებით 2300 წლის წინ და ჩემთვის დღევანდელი დღის ალბათ ახლა როგორც ისტორიკოსი არაფერი არ გამკვირვებია და ბევრი რამე ვიცოდი, მაგრამ ის რაც ვნახეთ, ის ქვები, რომელიც საკვლევია, აუცილებლად საკვლევია გეოლოგების მიერ, არქეოლოგების მიერ და კიდევ რა ვიცი, ყველა ვისაც ეხება ეგ სფერო, რადგან შეიძლება არც არაფერი არ იყოს, ახლა მაგას ახლა ხელაღებით ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ ძალიან საინტერესო რაღაც მგონია რომ არის და შეიძლება ეპოქალური არ მხოლოდ საქართველოს ისტორიის, არამედ ზოგადად მსოფლიო ისტორიის. შეიძლება საქმე გქონდეს უადრეს და უდიდეს ქვებით ნაშენ მეგალითურ კედელთანაც კი და რატომ და რისთვის მოგეთ საკვლევი თემაა და ვისაც ეხება ეს მოცემად გააკეთეთ და ასევე დღეს აი ნახეთ რა არაჩვეულებრივ ადგილზე ვამთავრებ ჩვენს გადაცემას. ფულარიანების ეზოში ვართ და სასწაული ადგილია, ძალიან ლამაზი, ძალიან გემოვნებით გაკეთებული და ძალიან გემრიელიც. მე ვერაფერს ვეღარ დავამატებ ალექსანდრე, შენ ისი აღწერე ყველაფერი, ერთადერთი შემიძლია გითხრათ მომავალ შეხვედრამდე. მოვა შეხვედრამდე და აუცილებლად ნახეთ იმერეთი და როცა გამოვით იმერეთში, აუცილებლად ეწვიეთ ამ ლამაზ ადგილსაც.